აქ ისეთი ადამიანები იკრიბებოდნენ, პარადი რომ იყავს ქვეყანაში. და ყოველდღე ჩემთან რო იყვნენ. უჩემოდ 1 საათი რო არ შეეძლოთ და ის ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს ციხეში მოკვდება, ვერ გამოვა, ვერასდროს ფეხზე ვერ დადგება და ახლა სად არიან? მე მინდა უთხრა იმას, იმ ძალიან მაღალ ჩინოსნებს, რომ უჩემოდ ერთი დღე რო ვერ რო ძლებდნენ. აი სად არიან დღეს, ხო? აი ზუსტად ეს არის ღალატი, ეს არის არაკაცური საქციელი და უსინდისობა და უნამუსობა მეტი რა არის. რაც შეეხება თანამშრომლებს, ვინც დამხვდა და ვინც ღირსეულია, თქვა, ყველა აქა და ვინც უღირსია, არასდროს არ გამიჩნევია, ვინც არ უნდა იყოს. უღირსი, ჩემს შემდეგ მოყვანილიც გავყარე ყველა, რატომ ის პატივცემა, აი ის მოფერება, თავზე ხელის გადასმა, რაღაცას ასწავლი და გონიათ, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი იციან. ესეთი ადამიანი არც ერთი არ გავაჩერე და აი ამ გაყიდვების მენეჯერებს მე ახლა თქვენ განახეთ. რაც შეეხება ჯეტურს, ხედავთ. ეს ჩემი ფავორიტი მაგალითად. კი და ეს ჯეტური შენ იცი რომ ძალიან ბევრი ყავს. აი ჩათვალე რომ ნებისმიერი რაოდენობა ყავს ადგილზე, აი ნებისმიერი რაოდენობა და მოსახლეობას უთხრათ რომ მოვიდნენ და შეიძინონ. რაც შეეხება აი ამ ავტომობილებს, ეს არის ელექტროავტომობილი BYD, ესეც ყავს ელექტროც და გიბრიდიც რო ეძახიან. ნებისმიერი რაოდენობა. ახლა მოდი მაინც შევიხედოთ აქ რა არის ჯეტურის გაყიდვების ოთახში. აი ეს თლიანად ეს ცენტრი ჩვენ BYD-ს და ჯეტურს და ბაიკს დაუთმეთ. აი ამ ეტაპისთვის ეს არის ოთახი, გაყიდვების ოთახი. ამ ჩვენი ჯეტურის ეს არის პროექტები, რომელიც ახალი ცენტრები შენდება და კიდევ მალე დაემატება. ალბათ როგორც ამიდები გამოვა და ამას ყველაფერს ადამიანები ნახავენ. რაც შეეხება კეთი მინდა მაინც მოსახლეობამ ნახოს, მოვბრძანდით. ნახოს ეს არის კიდევ ჩვენი ჯეტურის და დაგვემატა ახალი ჯეტური. კი ბატონო. აი ეს არის ჩვენი სტენდი, რასაც ქვია, კუთხე თუ რა ვიცი, როგორც გინდა ის დაარქვი და კეთი, ეს მართლა ჯეტურების წვიმაა საქართველოში კი არა მარტო და ჩვენ ბევრ ქვეყანაში ვყიდით აი ამ ჯეტურებს და გაყიდვებში ყველა